რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ გაგრელ მხატვარ სალომე რიგვავას. მე ვარ სალომე რიგვავა, მხატვარი, დავიბადე გაგრაში, ეხლა ვცხოვრობ თბილისში, რაღაც დროის მანძილზე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, მაგრამ დავბრუნდი. მხატვრობა ეს ისეთი ბედნიერება, იმიტომ რომ იმის გარდა რომ არის შენი პროფესია, ეს არის შენი ცხოვრების წესი, ეს არის შენი ემოცია და შენთვის დასამშვიდებელი საშუალება. ბედნიერება რომ ვარ მხატვარი და ეს ალბათ უფლის დიდი საჩუქარია რომ მომეცა იმის საშუალება რომ მეხატა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და როცა ვხატავ იმდენად წყვდები ამ სამყაროს, რომ რაღაცა ჩემი სამყარო იქნება, რომელშიც მარტო მე ვარ, ნამუშევარი და ის რასაც ვქნი. იმდენად ყუდრო და ისეთი წყნარია, რომ როცა ვხატავ, ყოველთვის ძალიან მშვიდი ვარ და ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა, თავიდან სახში ვხატავდი და შემდეგ რომ შეაჩვენეს მშობლებმა რომ რაღაცა ნიჭი მქონდა ხატვის, მიმიყვანეს ნიჭი ერთ აწლედი იყო სამხატვრო სკოლა, სადაც დავიწყე იქ სწავლა. მომავალში უკვე როგორც პროფესია დავირჩიე მხატვრობა. შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში. აკადემიაში გავატარე ძალიან საინტერესო წლები, ეს იყო ჩემთვის ისიც სიახლეების ინფორმაციის მიღების და ასევე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე თვითონ სამხატვრო აკადემიაში ჩემი პედაგოგების დიდი დახმარებით და დიდი ძალისხმევით მოხდა შემდეგ უკვე სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გერმანიაში. მივიღე აკადემიის დამთავრებისთანავე მივიღე დიადეს სტიპენდია, რამაც საშუალება მომცარა 2 წელი მესწავლა სამხატვრო აკადემიაში შტუტგარტში. საზღვარგარეთ ძალიან რთულია დაიმკვიდრო თავი და მას ძალიან დიდი დრო და დიდი შრომა ჭირდება. რომ ჩავედი აკადემიაში სასწავლებლად შტუტგარტში, ეს ჩვეულებრივ როგორც სტუდენტის სტატუსით, ჩემთვის ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა იყო და ძალიან დიდი სიახლე, რომ სხვა ქვეყანაში მომიწია და მომეცა საშუალება რომ მესწავლა. წლის ბოლოს ეს ყოველ წელს ხდება აკადემიაში, ტარდება ნამუშევრების გამოფენა სტუდენტების. მათ ეძახიან ესე რუდგანგს. რუდგანგი ეს არის როგორც ჩვენთან დიპლომის დაცვა, მაგრამ ამ რუდგანგში, ანუ ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა სტუდენტი, ვინც ამთავრებს, ან უბრალოდ კურსი და კურსზე ვინც გადადის. და ჩვენი ნამუშევრებიც გამოიფინა. ძალიან კარგი არის დამწყები მხატვრისთვის, დამწყები ხელოვანისთვის, იქ საშუალება გეძლევა, რომ შენაჩვენო შენი ნამუშევარი და შემდეგ სამომავლოდ არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო. ესეც მოხდა ჩვენ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ნახა ერთ-ერთმა გალერისტმა, რომელიც ძალიან ისე დაინტერესდა ჩემი ნამუშევრები და რამოდენიმე თვეში შემოგთავაზა უკვე პერსონალური გამოფენა, ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეში თვითონ ამ ქალაქში შტუტგარტში. და შემდეგ უკვე რამოდენიმე თვეში ისევ მეორე საგამოფენო სივრციდან ეს იყო მიუნხენში, იყო შემოთავაზება ისევ გამოფენის. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემმა პედაგოგმა, რომელიც მასწავლიდა იქ და შემდეგ უკვე თვითონ აი ამ გალერისტებმა, რომლებმაც ხელი შემიწვეს, რომ გამოფენებში მიმეღო მონაწილეობა. შემდეგ უკვე რამოდენიმე გამოფენა შედგა, ეს იყო თქვათ ჰაიდელბერგში, იყო შტუტგარტში, იყო ბერლინში, მიუნხენში, შემდეგ შვეიცარიაში იყო, რაც თავისთავად უკვე შემოთავაზებები მოდიოდა, იმიტომ რომ იფინებოდა სხვადასხვა სივრცეში და მნახველი ნახულობდა, ინტერესდებოდა. პირველად შედგა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოფენა მიუნხენში. ეს იყო ძალიან კარგი სივრცე, გარემო და ძალიან ბევრი უცხო ადამიანი, რომელიც რეალურად ინტერესდებოდა ნამუშევრით და ეს ჩემთვის იმდენ დიდი სტიმული და იმდენ დიდი ბედნიერება იყო, რომ შენ ჩამოსული სხვა ქვეყნიდან, როცა არაფერს არ წარმოადგენ.
ბუნებრივია მათთვის შენ არაფერი არ ხარ თუ არა ჩვენი შენი რაღაც შედეგი ნამუშევარი და უცებ ის ამდენი ადამიანი მოდის რომ ნახოს შენი ნახატი. ეს იყო ჩემთვის იმდენ დიდი ემოციის მატარებელი რომ დღესაც რო ვიხსენებ თუ როგორ დაიწყო და როგორ გამვითარდა ძალიან დადებით ემოციას და ესეთ ბედნიერების განცდას მაძლევს მეთიდან რომ აი იყო ის რომ მოვიდა ადამიანები ნახეს ნამუშევრები და შემდეგ უკვე შემოთავაზებებიც დაიწყო. მომავალში იმედი არაერთი ესეთი გამოფენა შედგება, მაგრამ აი დღესდღეობით არის დღევანდელი გამოფენა, რომელიც მომაში მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის მანძილზე შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა აქ და თითქმის 4 წელი ვიყავი გერმანიაში. და აქ საქართველოში არაფერი მსგავსი გამოფენა არათუ პერსონალურად ჯგუფშიც არ მქონდა მიღებული მონაწილეობა და უცებ ისე ჩამოსვლა და ესეთი მასშტაბური გამოფენის დაგეგმვა იყო რაღაც თითქოს ჩემთვის გამოცდა, რომელიც უნდა ჩამებარებინა და მეჩვენებინა მნახველისთვის თუ რა გავაკეთე ამ განული წლების მანძილზე. ძალიან დიდი ინტერესი მოყვა ამ გამოფენას, არ მოველოდი და არც ვიფიქრებდი რომ თუ ესეთი ინტერესი იქნებოდა საზოგადოების მხრივ. გამოფენაზე წარმოდგენილი არის 15 ფერწერული ნამუშევარი და 20-მდე გრაფიკული ნამუშევარი. ეს არის ბოლო 4 წლის მანძილზე შესრულებული ნამუშევრები და ვცდილობ ყოველთვის რომ აი რაღაც აქტიურად ჩემს ნამუშევრებში ჩავდოთ ჩემი პატარა ემოცია, რაც მომავალში მეორეჯერ ნახოს მოიყვანს ისევ ჩემთან საგამოფენო სივრცეში. როცა ვიწყებ ხატვას ძალიან დიდხანს ვფიქრობ ნამუშევარზე. ვფიქრობ როგორი იქნება ის მომავალში და როგორ ემოციებს ატარებს. შემდეგ იმ პერიოდში, რასაც მე განვიცდი, ვცდილობ რომ ის ჩავდო ამ ნახატში. ძირითადად როცა ვიწყებ ხატვას, არის უფრო თემატური ნამუშევრები. ეს არის რაღაც თემა, რომელიც მე მაწუხებს, თქვა, რასაც განვიცდი თუ რაზეც ვფიქრობ, შემდეგ გადმოვა კტილოზე. და ეს საშუალებას მაძლევს რომ უფრო განვავითარო, ანუ სერიებად შექმნა ნამუშევრები. თითქოს ამ ნამუშევრებით ყვები რაღაც ისტორიას, რომელიც ესე ფრაგმენტულად კადრებად გადადის და ადამიანს აცნობს რაღაც გარკვეულ პერიოდს. ეს არის ჩემი ბოლო ნამუშევრები, სახელად ნიღაბი, რომელიც შექმნენი თქვათ რაღაც ჩემი ემოციიდან გამომდინარე შექმნენი, იმიტომ რაღაცა პერიოდის მანძილზე ვცდილობდი ადამიანების რაღაც ხასიათი დამეჭირა და მე ვამჩნევდი რომ ბევრი ადამიანი თქვათ ვცდილობს რაღაც თავისი ემოცია რაღაცა შენიღბოს, ანუ დამალოს. არა იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ისეთი, უბრალოდ არის ესეთი სოციუმი, გარემო თქვათ, რომელშიც არ გინდა რომ შენ ეს მთელი შენი ემოციები გახსნა და მიაწოდო ნახოს. და ეს ნიღბების თემა სწორედ იქიდან წამოვიდა, რომ თქვენ ყველა ადამიანი ვატარებთ ნიღაბს, რომელიც მალავს ჩვენს შიგნით არსებულ სამყაროს. სამომავლოდ გეგმა უკვე საზღვარგარეთ გამოფენის მოწყობას, ეს დაგეგმილია გამოფენამდე უკვე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, იმიტომ რომ ეს ახალ ნამუშევრებთან არის დაკავშირებული. ეს არის გერმანიაში და ერთი არის შვეიცარიაში. ძალიან პატარა ასაკში მოხდა ჩვენი ეს აფხაზეთიდან იძულების წესით წამოსვლა, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა იქონია მომავალში უკვე როცა გავიზარდე, რომ გავიაზრე თუ რა მდგომარეობაში მოხვდით და ვთქვათ რა გზის გავლა მოგვიწია, რომ სამწუხაროდ წამოსულიყავით ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან, დიდი როლი შეასრულა შემდეგ უკვე ჩემს ნამუშევრებში ამ თემის გამოყენება და შევასრულენ რამოდენიმე ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე. ეს იყო ჩემი ემოციის გადმოცემა, თქვათ, იქ იყო პატარა ბავშვი, რომელსაც ძინავს და ეს იზმრება ომის თემა. ეს სწორედ ის კადრია, რომელიც თქვათ, ხშირად მე ბავშვობაში მესიზმრებოდა, ეს იყო გადმოსვლის ძალიან ისეთი ფრაგმენტი, რომელიც ძაფრად არის დღესაც ჩემს გონებაში გამჯდარი და ეს ნამუშევრები იყო გამოფენილი გერმანიაში, მიუნხენში. ამ ნამუშევარს ჰქონდა თავისი ისეთი მთელი ისეთი აღწერა თემის და იყო ისტორიული გადმოცემა, რატო შეესრულდა და მოხდა ამ თემის იქ საზოგადოებასთან გაცნობა გერმანულად და გალერისტი როცა კითხულობდა ძალიან ბევრმა აღნიშნა რომ ეს ძალიან მძაფრი იყო მათთვის მოსასმენა და ნამუშევრებიც შემდეგ უკვე რო უყურებდნენ მართლაც ატარებდა აი იმ განცდას რასაც პატარა ბავშვი განიცდის როცა ტოვებს საკუთარ ადგილს იძულებით ხშირად როცა გამოფენებზე ვიღებ მონაწილეობას ეხლაც და ადრეც ესე იყო იწერება ყოველთვის ჩემი ადგილი, სადაც დავიბადე გაგრა. ანუ ადგილმდებარეობა ყოველთვის, საიდან მოვდივარ, არის მითითებული გაგრა.
თქმა უნდა, ყველმა იცოდა, ეს აფხაზეთის ომი არ არის ეს ისეთი თემა, რომელიც თქვა საზოგადოებამ არ იცის და ზოგადად მსოფლიომ არ იცის. ძალიან კარგად იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა და გერმანიაში ყოფნის დროს, როცა ვამბობდი საიდან ვარ, ხშირად იყო ესეთი პასუხი, რომ იცოდნენ ისტორია თუ რა მოხდა. ძალიან დიდი ნაწილი ჩემი გამული ცხოვრების გავატარე თბილისში. მაინც ყოველთვის აღნიშნავ და ვამბობ და მე მიხარია რომ ვარ გაგრიდან. მომეცა ესეთი ბედნიერება იმისი რომ ძალიან პატარა დრო მაინც გამეტარებინა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ერთხელ მაინც ვნახო ჩემი ცხოვრების მანძილზე. რასაც იმედს ვიტოვებ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ამის იმედი, რომ უკან დაბრუნდება და მე ამ იმედით ვარ, რომ მომავალში დავბრუნდები აფხაზეთში, გაგრაში და ნახავ იმ ადგილს, სადაც დავიბადე და სადაც ძალიან ლამაზი და ბედნიერი წლები გავატარე. არაერთხელ ვუკითხავთ ამ თემის ირგვლივ, რომ აი თუ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მოგვეცა, თუ დაბრუნდები. რა თქმა უნდა, დავბრუნდები. ჩვენ გაგრაში ყავდა ბევრი აფხაზი მეზობელი და მეგობარი, ჩემი მშობლებს ძალიან ბევრი მეგობრები ყავთ აფხაზეთში და ნაცნობები და ძალიან თვითონ აღნიშნავენ, რომ ძალიან კარგად იყვნენ წლების მანძილზე ერთად. ასე რომ არ ამგონია, რომ დღესაც რომ დავბრუნდეთ, გაგუჭირდეს ერთად ყოფნა. და ვისურვებდი, რომ მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ისევ აფხაზეთში მშვიდობიანი და ესეთ მეგობრული განწყობით ცხოვრებას.